2 აგვისტოს წმინდა ილია წინწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღე აღინიშნება. ასევე არის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ანგელოზის დღე. ამ თარიღთან დაკავშირებით ჯვრის მონასტერთან მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში ღონისძიება გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღე წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიულოცა. თქვენ უწმინდესობაო და უნეტარესობაო, ყოვლას ამდენო დემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ილიაობის დიდებულ დღესასწაულს, თქვენ უწმინდესობაო დღეს ჩვენ აღვასრულეთ, აღვავლინეთ წირვა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და იყო საოცრად დიდი სიხარული ამ წირვაზე, იყო 10 მღვდელმთავარი, ბევრი ხალხი და რაღაც საღდგომო სიხარულის უფევდა. რომ ჩვენ ამ დღეს ყოველთვის გვაქვს დიდი სიხარული და მადლიერება და სიყვარული თქვენდამი და ნება მიბოძეთ დღეს გაგაცნოთ წმინდა სინოდის სახელით შედგენილი მისალოცი წერილი. თქვენ უწმინდესობაო და უნეტარესობაო, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდებული წინასწარმეტყველის წმინდა ილია თესბიტელისა და წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენებას. ეს დღესასწაული ჩვენთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ დღეს თქვენი ანგელოზის დღეა. ნება მიბოძეთ წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. როგორც თქვენ არაერთხელ აღინიშნავთ, წმინდა ილია თესბიტელი თქვენი განსაკუთრებული მეუღია და მუდამ გრძნობთ მის ძალას და შემწეობას. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი ებრაელებმა ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ჩამოაბრძანეს საქართველოში. ბრძანებთ თქვენ და დასძენთ, რომ ეს დიდი სიწმინდე სხვა სიწმინდეებთან ერთად გვაძლიერებდა ჩვენ საუკუნეების მანძილზე, გვანიჭებდა სულიერ და ფიზიკურ ძალას. ამიტომ დღეს, როდესაც გვიწევს ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრება, არ ვკარგავთ მომავლის იმედს. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად მშვიდობიანად გავივლით ამ გოლგოთის გზას და გავალთ სამშვიდობოს. გოლგოთის შემდეგ მართალი არის ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა და ამაღლება. ამ სიტყვებით თქვენ უწმინდესობაო, თქვენ იმედით აღავსებთ თქვენ სულიერ შვილებს. თქვენ წმინდა ილია თესბიტელის მსგავსად მთელი ცხოვრება ღმერთს მიუძღვენით და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უახლეს ისტორიაში მთელი ეპოქა შექმენით. შეუძლებელია თქვენი მსახურების მრავალნაყოფიერების ვერ დანახვა, რომელიც თვალნათლივ გაცხადებულია. თუმცა თქვენ გაცილებით მეტი შრომა უხილავად გასწიეთ მრავალი ადამიანის სულის სახსნელად. იმედი გვაქვს, რომ ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვით ქრისტიანული სიმართლე და ჭეშმარიტების ნათელი დღეს მომძლავრებულ ცრუ იდეალებსაც ამხელს და დაამარცხებს. გადაგვალახინებს განსაცდელებს და ადამიანების გულში შეღწეულ უკეთურებებს საღვთო სათნოებებით შეცვლის. თანამედროვე ეპოქამ ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის წინაშე ახალი გამოწვევები მოიტანა. დღეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ინერგება მსოფლიოში ახალი სახის კერძმსახურება, როდესაც ძლიერნი ამასოფლისანი თავისუფლების იდეის სარჩულით ხორციელ ცოდვებს, სიწმინდის შეურაცხყოფას, ცილის წამებას და ასე შემდეგ ნორმალურ მოვლენებად აცხადებენ, როდესაც ანტიეკლესიური ძალების მიერ ხდება ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების დევნა, გაყალბება და სრულ სწავლებებით ჩანაცვლება, გვახსენდება თქვენი სიტყვები. ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ, ორი ძალა, სულიერი და ეროვნული, გადაარჩენს ჩვენს ერს. ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გაურთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღზარდოთ ჩვენი შვილებიც. თქვენ მუდამ გვასწავლით, რომ გაერთიანება მხოლოდ სიყვარულით შეიძლება და ცრუ იდეალების მსახურება გათითო კაცებას უხადის საზოგადოებას. აქვე მინდა გავიხსენოთ თქვენი სიტყვები. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლის კვართი, იმ ქვეყანაში დაბადებული და აღზრდილნი, რომელი ქვეყანაც წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, იმ წინაპართა შთამომავალი ვართ, რომელთაც ქრისტიანობა უხადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა.
ასეთი წარსული გვავალებს, რომ მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისთვის. დღეს ჩვენ ასევე აღნიშნავთ წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენებას და კანონზომიერია თქვენ უწმინდესობაო ის ფაქტიც, რომ მისი წმინდანად შერაცხვა სწორედ თქვენ სახელთან არის დაკავშირებული. უფალმა თქვენ გარგუნათ ერის სულიერი წინამძღოლობა და თქვენი სასიცოცხლო ძალები და ენერგია ილიასეულის სამი ღვთაებრივი საუნჯის დაცვას და განმტკიცებას შეალიეთ. თქვენ უწმინდესობაო და უნეტარესობაო, დღეს როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი ანგელოზის დღეს ზეიმობს, ჩვენც ვუერთდებით ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ სულიერ სიმხნევეს, ჯანმრთელობას, ღრღრძელობას, ღვთისა და ერის წინაშე თქვენს დაუღალავ მსახურებაში, ყოვლადწმინდა სამების შეწევნას და დედა ღვთისმშობლის მეუხებას. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ. ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცეს სასულიერო და საერო პირებმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი, ანსამბლ სუხიშვილების ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემუკლიძე, ბარიტონი გიორგი ლომისელი, ანსამბლ შემოძახილის ხელმძღვანელი ვასილ კორნიენკო, კვარტეტ რანინას წევრი სოსო კოპალეიშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტიქაროსანი ირაკლი ბერიძე და უდი ნანა აგასაშვილი. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოველ სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, ღირსო მამანო, დედანო, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით და გილოცავთ წმინდა ილია თეზბიტელის ხსენებისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს. გილოცავთ ილიაობას, თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით, პატივისცემით, დიდი მოკრძალებით და უდიდესი მადლიერებით გილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს, ილიაობას და გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს. მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებთ ჩვენს ერს, სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. ილიკოს სახელით, მთელი ჩვენი დასის სახელით მინდა მოგილოცოთ ანგელოზის დღე და გამოვხატო, არ ვიცი, სიტყვებით ალბათ შეუძლებელია ის სიხარული და ის ბედნიერება, რომ მოგვიწია თქვენი პატრიარქობის დროს ამ ქვეყნად ყოფნა. თქვენ და თქვენი ლოცვა ზუსტად არის ის მუზარადი, რომელიც იცავს ჩვენ ქვეყანას ყველანაირი უცხო მტრისგან, განადგურებისგან, ყველანაირი უბედურებისგან. დღეს რო სული უდგია ჩვენ ქვეყანას, ნამდვილად ეს თქვენი ლოცვის ძალა. მე მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გისურვოთ გამძლეობა და დიდხან სიცოცხლე, იმიტომ რომ სანამ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. ძალიან გვიყვარხართ და ძალიან მინდა რომ დიდხანს გყავდეთ. თქვენ უწმინდესობა გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ მთლიანად საქართველოს, რადგანაც ეს დღე ყველა ქართველისათვის, ქრისტიანი ქართველისათვის ძალიან ბედნიერი, ლამაზი დღეა. ძალიან მიხარია, რომ ბევრი წლის შემდეგ კვლავ შემიძლია ვიმღერო თქვენთვის, რადგანაც სწორედ თქვენი ლოცვა კურთხევა, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, გახდა ჩემთვის მანათობელი სანთელი, რომელიც მინათებს გზას მსოფლიოს სცენებზე. თქვენი ღვაწლი დაუფასებელია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა სპექტაკლის შემდეგ ადამიანები მოდიან და მელაპარაკებიან ჩვენს ქვეყანაზე და თქვენზე. რომში, ივნისში სპექტაკლის შემდეგ, კარმენის სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ერთი იტალიელი მამაკაცი, რომელმაც მითხრა, რომ მე თუ ცოცხალი ვარო, ეს არის თქვენი პატრიარქის დამსახურება. მე ძალიან მადლიერი ვარო და ძალიან მიყვარს ეს ადამიანია, რადგანაც დიდი დახმარება გამიწია ამ ადამიანს. ეს იყო იტალიელი პოლიტიკოსი, ყოფილი მერი პალერმოსი, რომელმაც უდიდესი სიყვარული და მადლიერებით მოგიკითხათ. მე როგორც ემიგრანტი დედა, მინდა გითხრათ, თქვენი ლოცვა, თქვენი ღვაწლი უცხოეთში მოღვაწე და ცხოვრები ქართველებისათვის არის ძალიან დიდი იმედი და ღმერთმა პაპატიეთ ამ ემოციური მომენტისათვის არ მოგვიშაოს მრავალჟამიერ თქვენი ლოცვა, თქვენი კურთხევა, თქვენი სიბრძნე, რომელიც არ ვიცი, მე პირადად ჩემს მაგალითზე უნდა ვთქვა, როდესაც არის მომენტი და ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც რაღაცა არის გადასაწყვეტი, რაღაცა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადასადგმელი და არ ვიცი როგორ ხომე, მაგრამ თქვენი გადაგებები, თქვენი
სიტყვა თქვენი რაღაცნაირად აი ეს სიბრძნე გამოჩნდება ხოლმე ჩემ ცხოვრებაში და ყველაფერი ძალიან ადვილი არის მაშინ და აი გძნობ რომ დალოცვილი და ნაკურთხია დამლოცე თქვენ უწმინდესობა დალოცე ჩემი ოჯახი ჩემი მეუღლე არის ქართველი მე ვდიორ ქართულ შვილს და დალოცე სრულიად საქართველოს და სრულიად მსოფლიო რომ იყოს მშვიდობა სიყვარული ურთიერთპატივისცემა ამ დედამიწაზე თქვენ უწმინდესობა უდიდესი სიყვარულით პატივისცემით და მოწიწებით გილოცავთ ანგელოზის დღეს თქვენ მაღალ უხსაღდუროსო მეუფეშიო მეუფენო მამანო ძმანო დედანო ყველას გილოცავთ ილიაობას უდიდესი მადლობა თქვენ უწმინდესობა ყველაფრისთვის თავად მე თქვენ წინაშე ხარ მდგომი იყო პერიოდი როდესაც ურთულესი ტრავმა მივიღე რის შედეგად ჩემი გადარჩენა არავის ეგონა და თქვენ იყავით თქვენ უწმინდესობა ვინც მე წირვისას ბარძიმში მოგიხსენიაო რეანიმაციაში მითხეს კომიდან რომ მოვედი უწმინდესმაო მეხუთე იყავიო შენ ვინც უწმინდესობა ბარძიმში მოგიხსენიაო და იქიდან წამოვიდა უკვე ჩემი გონზე მოსვლა და აგერ თქვენ წინაშე ფეხზე დგომა მას შემდეგ გავხდი თქვენი სტიქაროსაინც მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის და ასე შემდეგ უღრმესი მადლობა თქვენ უწმინდესობა ყველაფრისთვის გავკადნი ერდი და სიყვარულით და მორიდებით თქვენ სიმღერა მოგვიძღვენით თქვენ უწმინდესობა რომელსაც უწოდე პატრიარქულ უწმინდესო მილოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ ილიაობას მერც შევთხოვთ მის დღეგრძელობას მის ჯანმრთელობას მის დიდხან სიცოცხლეს ჩვენი ერის ჩვენი ეკლესიის და სამშობლოს დიდ იმედად დიდ მაკურთხებელ მამად ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა საშუალება ოჯახთან მიმელოცა პატრიარქისთვის დღევანდელი ილიაობა რადგან აღსაფრთოვანებელია მისი საოცარი სულიერი კავშირი თავის ერთან როგორ გზნობს ის თავისი ერის სულიერ მოთხოვნებას, პრობლემებს, მდგომარეობას, ესმის თითო ადამიანის ლოცვა. ეს აუხსნელი ფენომენი სულიწის მადლით უშელება იყოს, სხვანაირად ახსნა ამ თემას არ აქვს და ამის პირად მაგალითად გახლავართ მე როგორ უწმინდესმა რამდენი წლის უკან თუ როგორ შეისმნა ერთი უბრალო ჯარისკაცი ბიჭის ლოცვა და ვედრება ღვთისადმი გულში აღლენილი და მასზე გადასახული ჯვარი როცა მიმგზავრდებოდა მე მგზავრობდა ჭყონდიდში დღესასწაულზე რომ შესთხოვა ამ ჯარისკაცმა პატარა ბიჭმა რომ ჯანმრთელად ყოფილ პატრიარქთან მშვიდობით ემგზავრა არ მარტო მან ეს ლოცვა-ვედრება გაიგო და იგრძნო ანუ ჩამობძანა და დაბრუნდა თვითონ მოიძია ეს პატარა ბიჭი დალოცა დააჯდოვა მისი ესეთ გულწრფელი წმენა აკურთხა დააჯდოვა სამკერდე ჯვირით და ამის შემდეგ ამ ადამიანის ცხოვრება შეიცვალა ისე რომ მისი სამხედრო ფორმა გაიცვალა ჯერ სტიქარზე შემდეგ სასულიერო აკადემიის სტუდენტობაზე შემდეგ დიაკონობისა და მღვდლობის ანაფორაზე და პატრიარქი დღესაც ჩართულია ჩვენ ცხოვრებაში ეს ნათელი მაგალითია რომ ჩემი ორი შვილი მის ნათლები არიან და თუ რამე გასაჭირი გვაქვს როცა პატრიარქს ხოვთხოვ მას სულიერად გულში რომ დაგვიხმაროს ყოველთვის აი ჩვენ გვერდზე დგას როგორც მამა როგორც ზრუნველი როგორც ჩვენზე მოფიქრა და მლოცველი დიდი პიროვნება და მადლობა ვქოს ამისათვის და ვესწრებით რომ ისე ვიცხოვროთ და ვიმსახურო ეკლესიაში რომ მისი ნდობა და იმედი გავამართლო და მისი ჯანმრთელობისთვის მლოცველი ვიყო. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ანსამბლის შემოძახილისთვის რომ ჩვენს ერის მამას, ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიულოცეთ თავისი ანგელოზის დღე და მოგვეცა ამის საშუალება მივეახლეთ პატრიარქს და ჩვენი რეპერტუარიდან რამოდენიმე სიმღერა შევასრულეთ. დიდი მადლობა ღმერთს ამისთვის და უწმინდეს ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის აკეთებს. უდიების სახელით მინდა მიულოცოთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს მის ანგელოზის დღეს შვიდობა, ჯანმრთელობა და დიდხან სიცოცხლე უსურვო და დიდი სიყვარული, მადლიერება, მოწიწება, მოკრძალება. თუ რამ შეიძლება ეს ეპიტეტები გამოვიყენო, მინდა რომ ჩემ პატრიარქს უთხრა და დიდი სიყვარულით მოვიკითხო და კიდევ ერთხელ მიულოცო ეს ულამაზესი დღე. მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღესასწაულს, განსაკუთრებულად ჩვენს უწმინდეს, მინდა რომ დღეგრძელობა უსურვა, აი დღევანდელი მისი მფარველი წმინდანის მადლით და დღევანდელი ხსენებით მინდა რომ ჯანმრთელი იყოს, დიდხანს იყოს და ჩვენი ქვეყნის იმედად და ჩვენს იმედად ყოფილიყოს ძალიან დიდხანს. ულოცავ მის უწმინდესობას ანგელოზის დღესასწაულს. ულოცავ პატრიარქს თავისა მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს, ასევე მე ვარ მისი ნათლული და მიხარია რომ მომეცა საშუალება პირადად მიმელოცა მისთვის. საღამოზე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი ბასიანი, კვარტეტი რანინა, ანსამბლი შემოძახილი, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, პიანისტი თამარ ლიჩელი, ბარიტონი გიორგი ლომისელი და დეკანოზ ირაკლი კენკებაშვილის მრავალშვილიანი ოჯახი.
საღამოს ტელეწამყვანი ელისაბედ აბულაძე უძღვებოდა ღონისძიებას მღვდელმთავრების, სხვა სასულიერო პირები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 95 წლიდან ეკლესიაში ვარ და მისი უწმინდესის მფარველობის ქვეშ ვიყავით ჯერ კიდე მრევლიც როცა ვიყავით მაშინაც და აი მადლობელი ვარ ყოველი წუთისთვის და ყოველი წამისთვის რაც მასთან ერთად გავატარეთ და ეხა კიდე უფრო ძვირფასი ხდება ყოველი მისი ნახვა, ყოველი შეხება მასთან და რა ვიცი, აი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ესეთი ადამიანი მოგვივლინა და ჩვენ ესეთი საშუალება მოგცა მასთან ესეთ ახლოს ყოფილიყავით. ვლოცავ მთელი გულით მის უწმინდეს ანგელოზის დღეს ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს მისი თავი. ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე განსაკუთრებულია საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის რამდენიმე ფაქტორის გამო. ერთი ის, რომ ებრაელმა ერმა 2600 წლის წინ ჩამოიტანა ილიას ხალემი საქართველოში და ამით საქართველო და ქართველი ერი იქცა ილია წინასწარმეტყველის ხალემის მცველად. ამის შემდეგ ჩვენ ყავდა გაქრისტიანების შემდეგ ერთი პატრიარქი 1000 წლის წინ ილია პირველი და ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ილია მეორე ყავს საქართველოს და ჩვენი უწმინდესის ანგელოზის დღე არის და ვუსურვებთ მას დიდხან სიცოცხლეს, ჯანმრთელად, მართლმკვეთელობით, მისი წინამძღოლობით კიდევ ქართველების გამარჯვებას და საქართველოს გამარჯვებას მრავალი წელი. დღეს ყველანი ბედნიერები ვართ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად მოგვეცა საშუალება და შესაძლებლობა რომ მოსულიყავით და მიგველოცა მისი უწმინდესობისათვის ანგელოზის დღე და ულოცავთ საქართველოს ილიაობას, ულოცავთ საქართველოს თავისი პატრიარქის ანგელოზის დღეს, ილია მართლის ჩვენი ერის მამის დღეს და ილია წინასწარმეტყველის დღესასწაულს. და ღმერთს ვთხოვთ, რომ ძალიან დიდხანს იყოს ჩვენი პატრიარქი, იმიტომ რომ ის არის სიყვარულის მასწავლებელი და არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ თავისი ცხოვრებით, თავისი არსებობით, თავისი თავგანწირვით, თავისი მოთმინებით არის ცოცხალი ხატება და მტკიცებულება უპირობო სიყვარულის არსებობისა. და სიყვარულის გარეშე არ არსებობს არც რწმენა, არც საქმეები, ყველაფერს სიყვარული ასხივოსნებს და ყველაფერს სიყვარულის ძენს, სიცოცხლეს და სულს. და ეს ჩვენი პატრიარქისგან ვიცით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მისი საქმეებით და მისი ცხოვრებით. და ღმერთს ვთხოვთ, რომ ძალიან დიდხანს გვყავდეს და დიდხანს გვეწეოდეს მისი ლოცვა და მისი სიყვარული. მის უწმინდესობას ულოცავთ ანგელოზის დღეს, ჯანმრთელად ყავდეს, დიდხანს ყავდეს, მისი ლოცვა კურთხევა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამრევლოს, სრულიად საქართველოს, უდიდესია მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და უსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის სახელით ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს და მინდა ყოვლადწმინდესწამებას შევთხოვო მისი დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და აი მინდა მთელი გულით ვთხოვო უფალს, რომ 2033 წელს სწორედ მაშინ არის მისი უწმესობის დაბადებიდან 100 წლის თავი და აღსაყრებიდან 55 წლის თავი და მინდა რომ შევთხოვო უფალს, რომ მისმა უწმინდესობამ მისი ყოვლადწმინდესწამებამ მისი უწმინდესობის მარჯვენით დაგვსახოს ჯვარი სვეტი ცხოვლის ამბიონიდან გამთლიანებულ საქართველოს. გილოცავთ მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობა. ულოცავ პატრიარქს დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით, დიდი პატივისცემით და ჩვენთვის იყო ძალიან დიდი პატივი, რომ დღეს აღმოჩნდით აი ამ საღამოზე და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შეგვესრულებინა პატრიარქისთვის ერთი ნაწარმოები ჩემს საყვარელ მეგობართან არაჩვეულებრივ მომღერალთან ქეთევან ქემოკლიძესთან ერთად სრულიად გამორჩეული აურაა თავისთავად და ძალიან ბედნიერები ვართ ორივე. რთულია სიტყვებით გამოხატო ის ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიუძღვის ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. განუსაზღვრელია მისი ღვაწლი და ის დიდი სიყვარული, რომელსაც ის ყველას თანაბრად უნაწილებს. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი ღირსეული სულიერი მამა და წინამძღოლი ჰყავს. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნობის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღეს და ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ვუსურვებთ.